გამარჯობა მეგობრებო. ჩვენ ვართ ჯუჯუყუნები და ეს არის part მესამე. მესამე ეპიზოდი. მე ვარ მარიამი. მე ვარ ელენე. და დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ ნიუსებს, რომელიც ამ ორი დღის განმავლობაში მოხდა. და გაგვიმართლა მგონი. კი, ძალიან ბევრი ნიუსი დაგვიგროვ და ამ დღეებში. კი. პირველი მე მგონი ჯობია რომ უცბად დავიწყოთ, რაც გუშინდელი ღამეს მოხდა. ბარსელონა და PSG. ორი ვაბო. PSG. Logo. A B C D E F G H I J. J. PSG არის. PSG. ოკეი, რაც არის. ნუ, ხო, PSG რა. დღევანდელი ჩვენი ვიდეო. მე დავიწყოთ მართლა გუშინელი ამბით. და თქვათ რა მოხდა გუშინ. გუშინ იყო ბარსელონა. PSG იყო გავიგე. PSG-ს თამაში და პირველი გოლი გაიტანა ბარსამ. ფერნან ტორესმა და რაშფორდის ასისტი იყო. კი. და რაშფორდის ასისტი რო იყო, მე მან რაშფორდზე გავგიშდი. ანუ მართლა ვაღიარებ, გუშინ რაშფორდმა ითამაშა საოცრად. ხო, ამ შემთხვევაში არ ვიცი ვის მხარეს ვიყავით. მართლა? რატო? იმიტომ რომ PSG-ში იყო ერთხელ რომ თამაშობს ეგეც და მაგრამ არ თამაშობდა ამ თამაშზე. ეგ ცალკე ნიუსად უნდა ვთქვათ. კი, ეხლა მოვიდა ბარძაყები დათქიერა. მეორე გოლი უკვე გაიტანა სენი მაიულუმ მენდესის ასისტით. ვიცი სენი მაიულუმ არ ვიცი ვინა. სახეზე არ ვიცი ვინა. და მესამე გოლი უკვე გაიტანა რამოსმა ჰაკიმის ასისტით. რამოს. მომეწონა. კი, მას მომეწონა ეგ გოლი. ჩვენ სამწუხაროდ ამ ვიდეო მაგ მთლიან თამაშს ვუყურებდით რაღაცა რუსულ საიტზე და მთელი ეს პერიოდი რუსულად რამოს ნუ ტაკაი რაღაცებს ლაპარაკობს. ჩვენ ვუყურებდით ლაიბოლზე. კი. სხვაგან ვერსად ვერ ვიყავ ინგლისურადაც ვერ ვშოვე, ამიტომ რუსულად ვუყურებდით. ტრიტერია შენი ის გამოვაკოპიერე რომ ამ თამაშში სამწუხაროდ არ იყო ხუია კარერცხელი, რადგან მან მარცხენა ბარწაყის მცირე დაზიანება მას უფრო სწორად ჰქონდა და წესით იქითა კვირაში დაბრუნება. მაგრამ რაღა ახლა მოუნდა ამ ჩემს შესაძლებლობას. შენი ის გადმოვითან. კარერცხელი რო თამაშობდა მეტად საინტერესო თამაში იქნება. და სხვათა შორის ძალიან კაი თამაში იყო, ანუ მინდა ვაღიაროთ რომ კარგი თამაში იყო, საყურებლად კარგი თამაში იყო. და ბარსელონას ძალიან კარგი იყო. ორი გოლი გაუტანეს, მაგრამ ეგ არ არის. გიორგი მამარდაშვილმა თუ არა მოძახის. მამარდაშვილის. კაი. რომ შეცვალა ტრამვირებული მეკარე, ეს ალისონ გალათსარაი. დებიუტი ჩავა. და დებიუტი გამოვიდა, მშობაც გამოვა ახლა მთლიანად თამაშზე, მაგრამ 55 წუთზე შეცვალა ეს კაცი. და კიდე ისიც უნდა ვთქვათ, რომ გიორგი ზარაია, ვინც არის კაირატის და მადრიდის რეალს შორის ქონდა მაგასაც დებიუტი. ესეც ჩვენი ქართველი. და მე ის უნდა მეთქვა მეთქი რაზე იძახის. ვიხდი ვიზეც. ეხა მივხვდი ვინა ეგ ბიჭი, მე იმას ვქენი. დაგუგლე და მე გამახსენდა მეც. მითაუტაძემ გაიტანა გოლი. ხო. არა მართლა კარგად თამაში და რა გუნდში თამაშობს? არ ვიცი რაღაც ყვითელი ფერები. აცვიათ. ვილიარელი. ხო, ვილიარელი. 21-ში იყო? 20 მოყო. შედებილი ხო არა ხარ? ეხა წავიდა აქედან სასტრაფოდ. ამდენი ხანია ეს სათამაშოს მიმას მიშვება, მიჭამს. შემდეგ გადავიდეთ. მოკლედ ხვადაგიანი მიიღო ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და მოკლედ 22 ხვადაგიანი და სეზონი დასრულდა ნაადრევად ეგრე გამოვიდა და გამარჯვებას უსურვებთ. ყავდას დამიქცევთ ეხა კესოდაც უცავ. და კიდე ხვიჩასაც ტრამვა აქვს. კი ვის აქვს ტრამვა. ის უნდა ვახსენოთ რომ 19 ოქტომბერს გიორგი ლორიას და ჯაბა კანკავას აქვს რაღაცა კიდე სხვა ქართულმა 19 ოქტომბერს გიორგი ლორიას და ჯაბა კანკავას სხვა გამორჩეული ფეხბურთელებთან ერთად აიაქსის ლიდერების დაუპირისპირდებიან და ლიდერები ქართულ გამორჩეულ ფეხბურთელებთან ერთად აიაქსის ლეგენდებს. შენი. თავიდან.
თავად ოქტომბერს გიორგი ლორია და ჯაბა კანკავა სხვა გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად აიაქსის ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. ერთი ისიც ვთქვათ, რომ უცბად მაგრამ ქართველებთან რადგანაც გადმოსულები U17 თამაში იყო საქართველოს ლიეტუვა და 3-0 მოიგეს. ლამინ იამალმა აცილა საჭარიმოდან და კიდე ძალიან ანუ ორჯერ აცილა ძალიან სულელურად აი ძალიან ერები მომეშალა რა. ვთქვათ კიდე რამოდენიმე Instagram გვერდი რომელსაც მე მინდა რომ გავაპიარო. ხო, ეგ მქონდა მე მინდა რომ გავაპიარო ასე ქვია E4 ფუტბოლ ქვია და არის 14 წლის გოგონას ელენე ქვია. ელენეს გვერდი Instagram-ზე რომელიც ჩართულია სპორტის ჟურნალისტიკაში და ვფიქრობ რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს ელენეს წინ და მინდა რომ ვთქვათ აი ძალიან საყვარელი აი ძალიან მომწონს ეს მაგოგოს ეს შრომის მოყარეობა. მგონი უნდა გვეთქვა და შეგვეჯავებინა რამდენი ტრანსფერი მოხდა საქართველოში? მაგას ვაპირებდით თქვას? უნდა ვთქვათ. ერთი მაინტერესებს ხა ესეთი კითხვა მაქვს, იმიტომ რომ არ ვიცი რა ფეხბურთში ეგრე ხდება. ანუ ტრანსფერები ყველა ერთ დროს ტრანსფერდება? არა. ნუ მე მგონი როგორ არის? რაღაცა პერიოდი, ანუ იდეაში ტრანსფერები როგორც ვიცი, რაღაცა პერიოდია, როცა თანხები და ფასები ემატებათ ფეხბურთელებს, ანუ ცუდად მაგრამ რამდენად გაიყიდებიან, ეგ უფრო ემატებათ თანხები და გაყიდვის პერიოდი არ ვიცი მართლა ეგ არის თუ არა. მე წილად ხომ რომ ხდება რომ ეს ტრანსფერი არ გაკეთდეს, ანუ ყველა ერთ სეზონში გადადის ფეხბურთს. მე მგონი აი თანხების მომატების პერიოდში არის უფრო ეგ ტრანსფერები. ეხლა ოქტომბრის თამაშები რო აქვს ნაკრებს დაიდო შემადგენლობა და მაგრამ მე მგონი არც არაფერი შესვლაო. ვიღაცა არ არის, ოღონ ვინ არ არის ვერ ხვდები. ხო, ჩაკვეტაძე არ არის. აუ, ერთი ეს უნდა თქვა, მე მგონი ამ პერიოდში ჩვენ არ ქონდა დაწყებული ვიდეოების გადაღება, მაგრამ გაგნიძე რო გამოვიდა და გაგნიძემ რო გოლი გაიტანა, ძალიან მაგრა გაიტანა გოლი. მე მომეწონა ეგ როდის იყო კაცო? აი, მას სექტემბრის დასაწყისში, ხო, ეგ მაგარი იყო. მოკლედ, ახლა ჩვენი სტუმარი იქნება კესო, რომელმაც ფეხბურთის რომელიც ფეხბურთის აზრზე არ არის. აქცია. მე ვფიქრობ რომ რაღაცა რომ მოძრაობს რაღაცა ძალიან ნელა მოძრაობს კამერა. რამდენად ახლოს ხარ ფეხბურთთან? იცით რას გეტყვით? ფეხბურთთან ახლოს საერთოდ არ ვარ. მას მერე გავხდი ფეხბურთთან. უბრალოდ ფეხბურთის მიმართ ინტერესი გამიჩნდა, როდესაც მოვიგეთ სოფლიო ჩემპიონატი. გეტყვით რომ ფეხბურთის მიმართ ინტერესი გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. გავიდა. მას შემდეგ გახდა ჩემთვის საინტერესო, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა საქართველოს ნაკრები. მაგრამ აქამდე არც ერთ ფეხბურთის თამაში არ მქონდა, ალბათ ნანახი. შენი საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის? ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ალბათ არის კვარაცხელია. და ქოჩორაშვილი. აი ძალიან მიყვარს. სოფლიო ფეხბურთელებიდან? სოფლიო ფეხბურთელებიდან ალბათ ლამინ იამალი. ეს ჯუციო თუ ჯუცაო? ჯუდი. ჯუცო. რას ფიქრობ ქართულ კლუბებზე საქართველოში? დინამო თბილისი, დინამო ბათუმი, გარეჯი, გაგრა, ეხლა შეხო ნაყოფი თბილისის თამაშზეც? დინამო თბილისი, დინამო ბათუმის თამაშზე რო იყავი. ყველაზე მეტად რა მოგეწონა მაგ თამაშში? რო ბათუმი დინამოს თამაშზე ვიყავი, მე თბილისი დინამოს თამაშში არ ვყოფილვარ. ბათუმი დინამო და თბილისის დინამო ეჯებრებოდნენ ერთმანეთს, ჩვენ ბათუმში ვიყავით. ბათუმი დინამოს და თბილისის დინამოს შეჯიბზე რო ვიყავით, ერთად ბათუმში გვქონდა ჩვენ. ბათუმი დინამო და თბილისი დინამოს თამაშზე რო ვიყავით, დიდად რო გითხათ რომ ვისი ამონა თქვა მოგატყუებთ, იმიტომ რომ ის ემოციები არ მქონდა, რაც თუნდაც თურქეთის საქართველოს თამაშზე მქონდა, ანუ ძალიან საინტერესო იყო განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანკავა გამოვიდა ფლანგზე. ძალიან მომეწონა.
სად შენ დინამო ბათუმის თამაშს ხო? კი, კანკავა და ლორია როდესაც დავინახე. ხო, ლორიას გვერდზე ვიჯექს. არ ვიცი, ეგ იყო ჩემთვის ყველაზე დიდი შოკი მე მგონია რომ ქართველებმა კიდევ უნდა ვისწავლოთ ინგლისელებისგან. იმიტომ რომ ინგლისელები ძალიან მაგარი გულშემატკივრები არიან ფეხბურთის. და რომ მიდიან, ანუ მთელი სტადიონი ანუ მართლა ერთი ამბავია, ძალიან ქაოსია. ძალიან მუსიკებს სიმღერებს მაგრა იგონებენ. ანუ კარგი ფანჩანს თუ რა თქვია მაგას, ძალიან მაგარი რაღაცები აქვს. და მე მგონია რომ ქართველები ნელ-ნელა რავი, დავეწევით, იცი? მგონია რომ რაღაც პონჩი ქართველებს გვაქვს. რაღაც პონჩი ინგლისელებს ბევრად ჯობი ვართ ხანდახან. როიცოდა. კი, ხანდახან ჯობი ვართ. მაგრამ ეგეთი შეკრულ. ანუ ნახე, ინგლისელებს ჯობი ვართ ვერ ჯობი ვართ იმაში, რომ პატარა გუნდები, რომლებიც არის ხა თუნდაც აი თბილისის დინამო, ბათუმის დინამო, მან არ დავდივართ. თორე ისინი გადამკვეთები ხა ჩელსი, ტოტენჰემი ყველგან დადიან საერთოდ რა. აი ეგ არა გვაქვს. ანუ ჯერ ესეთი როგენი ძალიან პოპულარული კლუბები არის და გარდა ინგლისელებისა მთელი მსოფლიო უყურებს მაგ გუნდებს და საქართველოში ხა დინამო თბილისი დამჯერე ხა უცხოეთში არავინ არ უყურებს. კიდე ესო ხა მე რა მაინტერესებს ჩვენ წინაზე ვიდეოში პირველ ვიდეოში რო განვიხილეთ რაღაც ახალი ფორმები გვინდა საქართველოს ფორმის განხილვაც რა მაგრამ დაგვაუწყდა შენ რას ფიქრობ აი ეს პერანგის სტილი რო აქვს ქართულ ტანსაცმელს ქართულ ფორმას რა მოგწონს ეგ პერანგის ეს ყელი რო აქვს სიმართლე გითხრა ახლა არასდროს დავყურებულო პერანგის სტილის თუ არის ისტორია ყოფილა ის მაი რომ თურმე ძველადაც ესე ქონიათ და ეგ შემოიტოვესო რა და აი მაგ ჭრილში თუ გავიხილავთ ახლა მე რას დავფიქრდი ალბათ ჩემთვის ნორმალურია და უკვე აღარ იმას ვფიქრობ მაგრამ ალბათ თამაშით რომ ცოტა შემაწუხებელი არ არის სიმართლე გითხრათ არ მომწონს მე ესეთი სტილის მაინკა იმიტომ რომ ბევრად მირჩევნია ჩვეულებრივი კი მეტად სპორტულია ეს კი შავი არის აი საოცრება მე ნამდვილად და ყველა ჩვენს ფეხბურთელს ძალიან უხდება აი ყველა მიქაუტაძეს ისე უხდება ხალხმა რომ ანუ აი საოცრება შენ იცი რომ რონალდოს ეს არა ქვია მანიკური უსვა ფეხებზე შავი მანიკურები სოკორო არ გაუჩნდეს და მანიკური უკავებს სოკოს თუ რა ვიცი სხვა შორის კრისტიანო რონალდო და მისი მეუღლე ძალიან მომწონს მართლა ძალიან მომწონს აი რაღაცნაირად თითქოს ერთმანეთის არიან დაბადებული მაგრამ რაღაცა კი სხვა შორის ძალიან ან თვითონ აი იერით რო შეხედავ ორივე თითქოს ერთნაირები არიან ძალიან მაგრამ იქ სიყვარული მაინც დამსგავსება მე როგორც ვიცი ძალიან მომწონს. რაღაცა ვიდეოს ხარისხი არ მომწონს, უყურე ძალიან რაღაცა ნელია. აუ მოდი ვიმღეროთ სიმღერა რომელიც ჩვენ ვისწავლეთ ყველა მე. აუ იმედი აქვს არ დაგვიბლოკავს YouTube-ი აღარ. ჰეი. აჯერ არის. Vamos. Visca Barça. მოკლედ ჩემო ძვირფესო მაყურებლებო და მეგობრებო. ჯერჯერობით პატარა აუდიტორია. ძალიან გამიხარდა რომ დღეს მე ვიყავი თქვენი პირველი სტუმარი. საკმაოდ სიამოვნო იყო მართლა მიკროფონთან ასწვეთ. მიკროფონთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. იმედი მაქვს რომ საინტერესო ვიდეო გამოვა და დიდი იმედი მაქვს რომ თქვენი სტუმარი კვლავ კიდევ ერთხელ ვიქნება. ერთი ფიდბექი რომ მოგცეთ როგორ მოგწონთ ჩვენი ვიდეო. არა, როგორ ვფიქრობთ მომავალი გვაქვს YouTube-ზე? ჩემი იდეით მომავალი თან საკმაოდ ძალიან დიდი გაქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ აი ესეთი ასე ვთქვათ, მოიცადე კონტენტი. ესეთი ხო, ვფიქრობ რომ ესეთი კონტენტი არავის არ გადავუღია, მით უმეტეს გოგოებს და რაღაცნაირი საინტერესო ახლა ჯერჯერობით ვთქვათ ესე გავარდნილი არ არის ალბათად რო სჭირდება ამ ყოველთვის, მაგრამ აი მომავალში უფრო დახვეწოთ რაღაცა და თქვენთანაც რომ ისწავლით რა როგორ ჯობს, მგონია რომ იქნება აი ალბათ ყველასათვის საინტერესო, თუნდაც დღეს როგორც არის საბასაპანანძისავით ვერ გავარდებით მაინც, მაგრამ შეგიძლიათ არასდროს თქვა არასდროს. Never say never. ხარ ესეთი ნეგატიური, თორე არ ვიცი რას გიზა. კარგად გავარდებით. რა, არ მაინც. გისურვებთ წარმატებებს. საბასაპანანძე არის სპორტის ჟურნალისტი და მე არ ვარ სპორტის ჟურნალისტი. რანაირად გავარდები? გავარდები. კაი. მოკლედ ესეთი კონტენტი არავის არ ქონიათ, მეგობრებო. პირველი შუღლი იყო. და შუღლი. დიდი იმედი მაქვს რომ თქვენი ეს ასე ვთქვათ გადაცემები ეს ვიდეოები იქნება ყველასთვის ძალიან საინტერესო და მომავალში წარმატებული რა. ძალიან სახალისოა მართლა და აი მართლა დიდი სიამოვნებით ყოველ ვიდეოს გადაღებისას ვიქნებოდი თქვენი სტუმარი, იმიტომ რომ აი მიუხედავად იმისა რომ არაფერი გამეგება ამ საკითხთან დაკავშირებით, რაღაცნაირად აი დადებითად დავიმუხტე. მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა.
მადლობა ძალიან. ნახვამდის დაგემშვიდობებით, ახლა ჩემი მეგობრები განაგრძელა. სანამ დაგემშვიდობები, მაქამდე ერთ რაღაცა მაინტერესებს, შენი შემდეგ ვიდეო როგორ და რა უნდა ჩავწეროთ. რამე ისეთი თემა ხომ არ აქვს, როდესაც კიდე რომ ვისაუბროთ. ანუ რაც გაინტერესებს გოგოები. ხო, ფეხბურთში. ანდა შენ სხვათა შორის შეგიძლიათ შემდეგში ჩაწეროთ ქალთა ნაკრებზე. იმიტომ რომ უკვე თითქმის ყველაზე გაგვთ დასაუბრები და ჯერჯერობით თან არც გვიახლოვდება ისეთი თამაშები, რომლებიც საინტერესო და განსახილული იქნება და მგონია რომ ქალთა ნაკრებსაც რო განიხილავთ, მოიფიქრეთ ჩემი აზრით, კონკრეტულად რა კუთხით უნდა განიხილოთ, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება. კარგით, მადლობა თქვენი ფიდბექისთვის. ახლა მოკლედ, ჩვენც ნელ-ნელა დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ მგონი რა საქმელი იყო თქვით ამ კვირაში რაღაც საინტ ნიუსები. სხვა შორის ერთი რაღაც გამოსდა ახლა საპანაძე რო ვახსენეთ, რომ ის იყო რა ქვია ფაბრიციო რომანოსი იყო ჩამოსული აქ, რომელიც არის ალბათ მგონი ერთ-ერთი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ჟურნალისტი სპორტში და ტრანსფერები იცის საოცრად, ანუ რაღაცა მეტი ასეთი წახალისება ფეხბურთს, იმიტომ რომ გვჭირდება საქართველოში. და ალბათ ამ ვიდეოს ყველამ უნდა ვუყუროთ, ვისაც გაინტერესებს ფეხბურთი. იმიტომ რომ ახლა კარგი სიუჟეტი იყო. მართლა ხალხო, შეიძლება არ ვართ ეგეთი კარგი ფეხბურთში, მაგრამ ვცდილობთ. მართლა აი ცოტას მაინც ვცდილობთ. კი, მე ჩემი აზრით ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, კი, უკვე აი ამ სხვა შორის მოდი ვთქვათ, რომ ამ სამი ეპიზოდი გადავიღეთ უკვე რა, ეს მესამე ეპიზოდია და ამ სამი ეპიზოდის ანუ განმავლობაში ძალიან ბევრი ახალი რაღაცა ვისწავლე ფეხბურთის შესახებ, რაც საერთოდ არ ვიცოდი. ვის კაბარსა? ვის კაბარსა? ელენე თავით ეშვება ჩვენი კონტენტის გამო, ამიტომ გთხოვთ თქვენც თავით ჩაიშვით ჩვენს კომენტარებში და დაგვიწერეთ. რა გადავიღოთ? მოკლედ ახლა დაგემშვიდობებით. რაც თავარია, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარი, დაგვიკომენტარეთ და დაგვილაიქეთ ვიდეო. კი. კარგად. ბურგერ. ბურგერ. ბურგერ.